Aujourd'hui, maman est morte. Ou peut-être hier, je ne sais pas. J'ai reçu un télégramme de l'asile. Mère décédée, enterrement demain. მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა. ეს არის შაბათი, ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც ლიტერატურა გვიყვარს და გვაინტერესებს. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ჩავწეროთ პოდკასტები და გაგიზიაროთ ისეთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი მგონია. დღევანდელი ჩვენი ტექსტი არის კამიუს უცხო. ხო, ბრავი, ეს ბიჭო, პირველად რომ წავიკითხე ეს ტექსტი რა, დიდი ხნის წინ წავიკითხე და თავიდან მე ვთქვი, აუ, გენიალური ტექსტია თქო რა. მეორე წაკითხვაზე მე ვთქვი, ეს რა არის მეთქი და მე ხა მესამე წაკითხვაზე. მესამე წაკითხვაზე იმაზე საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მახსოვდა რომ იყო და პირველი აბზაცი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ ტექსტის და ავი შენ როგორ ფიქრობ რა გახსნა შეიძლება იყოს ან რა შეიძლება აკეთებდეს კამიუამ პირველი აბზაცით შენგან განსხვავებით ჩემთვის დღემდე შეინარჩუნა მნიშვნელობა ამ ტექსტთან იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი წიგნია რომელმაც შემიყვანა ლიტერატურაში თან ფრანგულია და ფრანგულ კულტურასთან ჩემი სიყვარულის გამო გამორჩეულად მიყვარს ეს რომანი. თან ქართულ საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია, საზოგადოებაში რომ ეს წიგნი პოპულარულია ცოტა უცნაურია, მაგრამ აშკარად ბევრ ქართველს აქვს წაკითხული უცხო. და მადლობა ამისთვის მთარგმნელებს, ხო, რომელიც აი რო დაიწერა მალევე ითარგმნა ქართულად. მოკლედ დავიწყოთ დასაწყისით. მოდი წიგნს ავიღებ და წავიკითხავ დასაწყისს. ეს ამ წიგნის დასაწყისი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსოფლიო ლიტერატურაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის თავისი ცნობადობით უტოლდება მაგალითად მარკესის, რაც ვთქვით უკვე, მარკესის მარტობის 100 წელიწადის დასაწყისს, ანა კარენინას დასაწყისს, მოკლედ კლასიკური დასაწყისების კატეგორიაში გადის უცხოს დასაწყისიც. და ხო მე მგონია რომ არამკითხულ საზოგადოებაში ეს დასაწყისი ბევრად უფრო პოპულარულია ვიდრე ნებისმიერ წიგნის დასაწყისი. რაც ტენდენცია რაც შემიჩნევია, ახლა მარტობის 100 წლის დასაწყისი ის არამკითხულმა საზოგადოებამ დიდად არ იცის. მაგრამ აი კამიუზე რო კითხო აუცილებლად იციან ეს დასაწყისი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი მგონია სოციუმზე. განსაკუთრებით საქართველოში, ხო? განსაკუთრებით ჩვენთან. კი. მოდი წავიკითხავ, სულ არის 3-4 წინადადება. დღეს დედა მომიკვდა, ან იქნებ გუშინ, არ ვიცი. თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე. დედა თქვენი გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ. გულითადად გისამძიმრებთ. ეს არაფერს ნიშნავს, შეიძლება გუშინ იყო. გავარჩიოთ ახლა ეს დასაწყისი რატო არის მნიშვნელოვანი. მართლა პოპულარობით იმიტომ სარგებლობს, რომ რაღაცა ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს, რაღაცა პოეტურა ჟღერს, თუ რაღაცა კამიუს ქარიზმა მოქმედებს და ასე შემდეგ, ან იქნება რაღაცა შინაარსობრივადაც არის. ცხადია ახლა ჩვენი ინტერპრეტაცია და რაღაცა იმაზე ობიექტურობაზე პრეტენზია არ გვაქვს ახლავე რომ ვთქვათ. და გამოვყოთ, ასე ვთქვათ, პირველი ნიშანთვისება. მერსო პერსონაჟი, მთავარი პერსონაჟი არის მთხრობელი, რომელიც წერს საკუთარი თავის შესახებ და მოგვითხრობს თავის ამბავს, რომ მე ეს ვქენი, მე ის ვქენი, ხო? მაგრამ აქ აი დღეს დედა მომიკვდა პირველ პირში. აქ არის ტექსტი ჩამატებული, რომელიც არის თავშესაფრიდან მიღებული დეპეშა. ანუ მერსო დგება მკითხველის პოზიციაში და კითხულობს ტექსტს. დედა თქვენი გარდაიცვალა, რასაც წერენ თავშესაფრიდან. კამიუ რატომ აკეთებს ამას? შესაძლოა, კიდევ ერთხელ შესაძლოა, რომ მთხრობლის პერსპექტივას მთხრობელს მერსოს სპეციალურად აყენებს მკითხველის პოზიციაში და გვაჩვენებს მერსო როგორ კითხულობს ტექსტს იმისათვის რომ გვითხრას ჩვენ მკითხველებმა როგორ წავიკითხოთ ეს რომანი მთლიანი ამ კითხვის განმავლობაში როგორ წავიკითხოთ ეს წიგნი და როგორ ეხლა გავწევთ პასუხი როგორ კითხულობს რა განსხვავებაა მერსოს როგორც მთხრობელს და მერსოს როგორც მკითხველს შორის დავიწყოთ ენით პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ მერსოს ენა არის უფრო ღია უფრო ინტერპრეტირებადი არაობიექტური და სუბიექტური შესაბამისად მაგალითად და საპირისპიროდ თავშესაფრიდან მოსული წერილი ანუ დაწერილი ტექსტი არის უფრო ჩაკეტილი, უფრო მკაცრი ენა და უფრო არ ექვემდებარება ინტერპრეტაციას. რატომ? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ფრანგულში კამიუ რასაც წერს, აი დღეს დედა მომიკვდა, აქ დედა არის გამოყენებული მამა და ეგ ნიშნავს კნინობითი ფორმა არის, დედიკო იქნებოდა ქართულად, მაგრამ თავშესაფრიდან მოსულ წერილში წერია მეგ, რაც არის დედა. უფრო ფორმალური ენაა, ის მამა, ანუ უფრო კნინობითი ენა, ანუ უფრო ეს უფრო ჩაკეტილია, მეგ, მამა არის უფრო გახსნილი. შემდეგ დედა თქვენი გარდაიცვალა, ყველაფერი გასაგებია, დაკრძალვა ხვალ, ესეც გასაგებია, გულითადად გისამძიმრებთ. მარტივად, მოკლედ, ჩაკეტილად. მაგრამ შემდეგ მერსო წერს, დედა მომიკვდა დღეს
ან იქნებ გუშინ, არ ვიცი. მაგრამ რომ ვიცოდე, ეს არაფერს ნიშნავს. რას ამბობს ამით? მერსო ამ ტექსტს უდგება ისე, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა შენ ცხოვრებაში მთავარ მოვლენას, დედის გარდაცვალებას, ანუ როდის მოხდა ეს რო არ იცი, არ ვიცით როდის მოხდა და რომც არ ვიცით, ეს პრობლემა არ არის. ანუ ჩვენ მკითხველმა ამ ტექსტს შორიდან მოუვარეთ ცოტა ამ ტექსტს ისე უნდა შევხედოთ, რომ აქ ესე ვთქვათ, ლოგიკა ჩვენი გაგებით არ არსებობს, აქ მუშაობს აბსურდის ლოგიკა და ისეთი მთავარი მოვლენა, როგორიც არის დედის გარდაცვალება, შენ როგორც მკითხველმა ამ ტექსტში შეიძლება ვერ აღიქვა, საერთოდ როდის მოხდა და ეს საერთოდ ფეხებზე უნდა დაიკიდო ესე ჩვენ ენაზე რო ვთქვათ. ანუ ამ მკითხველის პოზიციაში ჩაყენებით, კამიუ ჩვენ გვეუბნება სავარაუდოდ, რომ მოდი როგორც მერსო უყურებს ამ წერილს, შენც ისე შეხედე ამ ტექსტს მომავალში, რასაც კი წაიკითხავ ზუსტად ესე. დაახლოებით ახსენი, ხო? კი, ეგ მისმის. უბრალოდ მე ერთი პრობლემა მაქვს. მე ძალიან მეჭობა, რომ ანუ ძალიან ხო კამიუ სტატურად არის ეგეთი მწერალი, რომ მაგას მოახერხებდა და იზავდა. უბრალოდ მე ის მიმართება, რომ დღეს მოკვდა დედა, ან გუშინ მოკვდა დედა და ეს არაფერ შუაში როდის მოკვდა, ეგ მგონია დეპეშას ამბობ უბრალოდ, რომ დეპეშა იქ რო წერია, იქ არავინ არ უთითებს როდის მოკვდა დედა. და ეს გაუგებრობა დღეს მოკვდა თუ გუშინ მოკვდა. მე მგონია, რომ მაგას მიემართება, რომ დეპეშაში მე არ შემოტყობინეს როდის მოკვდა. და ამავდროულად იდეაში როდის მოკვდა მართლა რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც ვიცი, როდის დაასაფლავებენ მას. ანუ მე აქ მნიშვნელოვანი ის გონია, რომ უბრალოდ აქ კამიუ გვეუბნება, რომ რაღაც მერსოს სამყაროში არის რაღაც კანონზომიერება, რაღაც მიზეშედეგობრივი კავშირები, რაღაცა მომხდარი მოვლენიდან დასაფლავებამდე და აქ მნიშვნელოვანია არსებული მოვლენა, ან მომავალი მოვლენა, რომელიც უნდა მოვიდეს და არა წარსულში მომხდარი რაღაც ფაქტები რა. ანუ მე მგონია, რომ აქ კამიუ ეგეთ რაღაც საკეთებს, რომ ოკეი, შეხედე, დღეს ხარ და ხვალ ხარ. გუშინდელი და მაგამდელი ამბები აღარ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კანონზომიერებას ჩამოჭრილია. შეიძლება მაგას აკეთებდეს ან ეგეც. ანუ შენ დასახის კანონზომიერებას ხედავ ამ მშრალი პირველ აბზაცზე დაყრდნობით. მშრალი ანუ დეპეშა რაც არის, ეგ არის ჩემი აზრით კანონზომიერება სამყაროში. ეგ არის მშრალი და მომავალზე ორიენტირებული. ანუ რაღაც კი შეიძლება ჩვენ სოციუმში რაღაც მომხდარიყო, მაგრამ მე გუშინ მოხდა თუ გუშინ წინ მოხდა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არის ესე და ხვალ რაღაცას ვიზავთ. აი ამას ვაკეთებთ. მორჩა მარტივად რაღაც გაწერილია ეგრე რა. ხო ეს ტექსტი ხო ძალიან მშრალია რეალურად დეპეშას რო წერს, შენც თქვი რომ ძალიან მშრალია რა. არაფერს არ გეუბნება, უბრალოდ რომ დედა შენი მოკვდა, დედა თქვენი მოკვდა. და დასაფლავება ხვალ არის და ანუ ზილობის ფარგლებში გისამძიმნებთ რა. ლოგიკას ხედავ კამიუს სამყაროში, ანუ სიმშრალე ლოგიკას ეწინააღმდეგება? ლოგიკურად გამართული არის თუ არა კამიუს სამყარო ამ წიგნში აღწერილი? ხო, კი, ანუ ლოგიკურად გამართული არის, ანუ მაგაში გეთანხმები რომ არის ლოგიკურად გამართული. აბსურდული? აბსურდულში რას გულისხმობ უბრალოდ არ მესმის. კამიუს გაგებით აბსურდული. ხო, ანუ კამიუს გაგებით აბსურდიზმში თუ გულისხმობთ იმას, რომ სამყარო შენ წინააღმდეგაა მომართული და შენ რაღაც მიმართება გაქვს, მაგრამ ამ მიმართების გამოვლენებაში ხელს გიშლის, მაგაში გონია რომ კი. ეგეთი კონტექსტით აბსურდული არის სამყარო. და იმიტომ რომ ნახე აზრი აქვს იმ თავითვე ცხოვრებას? კი, იმიტომ რომ კამიუსთან. კი, ანუ ჩემი აზრით მე პოზიტივისტურად უყურებ ამ წიგნს რა და მაგიტომ მგონია რომ აქვს, იმიტომ რომ ხვალე დედა უნდა დაკრძალო და როგორ არა აქვს აზრი. ხო, მაგრამ ხვალ როა, ეგეც არიცი. ხო, არა, იქ ეუბნება რომ ხვალ არის. დაკრძალო? ხო, მაგრამ ეგ ხვალ იქნებ გუშინ მოგწერეს და დღეს არის ეგ დაკრძალვა. დეპეშას თარიღი ხო კაცო. არ წერია ეგ თარიღი აქო. თუ წერია გუშინ დეპეშა. დეპეშა რომ მოდის თარიღით მოდის რა. არა, ხო, მაგრამ ჩვენ ახლა ხო უნდა დავაყნოთ იმას თუ რა წერია და აქ. კაი დეტალია. თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე, აქ არ წერია რომ ხო, ანუ თარიღი არ წერია. ანუ რეალურად ჩემთვის არის რომ აბსურდი და ლოგიკა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება აქ ჩემთვის აქ ამას იქედან ამომყავს ეს დასკვნა რომ თავად კამიუ როცა კაფკაზე წერს იქ ამბობს რომ კაფკას როდესაც უნდა აღწეროს აბსურდი იშველიებს ლოგიკას. ხო. ანუ ლოგიკა და აბსურდი არ ეწინააღმდეგება აქ ერთმანეთს კაფკასთანაც და კამიუსთანაც. და იმ თავითვე აზრი არ აქვს ჩემთვის არა, ჩემი აზრით კამიუს სამყაროში, ანუ აბსურდიზმში ცხოვრებას. იმ თავითვე არ აქვს, იმიტომ რომ აბსურდულია სამყარო. და თუ ჩვენ ამ შინაარს, ამ მიზანს, ამ დატვირთვას მივანიჭებთ, მხოლოდ მაშინ გახდება ეს მაშინ შეისხამს ხორცს ეს აბსურდი. ანუ მაშინ შეგიხომ ექნება მანდ ერთი. ესე იგი ლოგიკა, ანუ აზრის არ ქონა ლოგიკას ექვემდებარება? აზრის არ ქონა, შინაარსის არ ქონა? ხო, ეგ არის ლოგიკა სამყაროში. აბსურდულია. ხო. აბსურდული კანონებით მოქმედებს და შენ როგორც ადამიანი
ჩემი აზრით უნდა დაანგრიო ეგ აბსურდის ან უნდა მოერგო ან მოერგები მაგ აბსურდის კანონებს ან დაანგრევ. დაანგრევას აზრი აქვს? ანუ მცდელობა შედეგიანი იქნება? ჩემთვის მხოლოდ დაანგრევას აქვს აზრი. დაანგრევის მცდელობას თუ გამოსვლას? უფრო გამოსვლას ვემხრობი. იმიტომ რომ მგონია რომ მცდელობა ცოტა ვერ ხედავ განსხვავებას მცდელობას და იმას შორის, დაანგრევას შორის. მე მანდ რატო ვერ მოყვები იცი? რამდენი ეგზისტენციალური ლიტერატურაც არსებობს, რაღაც კაფკაზე აგებული და სოციალიზმზე აგებული რაღაც კამიუზე. ყველგან არის მცდელობა, აბსოლუტურად ყველგან ხედავ მე მაგ მცდელობას, რაღაცა იოზეფ კოსტანაც არის მცდელობა, ამასთან არის უნებლიე მცდელობები, მესმის, მაგრამ არის და ყველა არის უშედეგო. ნუ ჩემი იდეაში ჩემი ინტერპრეტაციით რო გავყვე შედეგიანი გამოდის ყველა და ყველას აქვს პოზიტივისტური დასასრული, მაგრამ იდეაში უშუალოდ ტექსტს რო გავყვე, ხო, არ მთავრდება შედეგით. ანუ ყველა ტექსტი ან კვდება, ან რაღაცა მოსდის პერსონაჟს. ხო და მაშინ ხომ უნდა გაიმიჯნოს მცდელობა და მცდელობის შემდეგ მიღებული შედეგი. და მაგიტო მე მგონია უნდა გაიმიჯნოს. ანუ აი სიზიფეს მითი რო შემოვიყვანო თუ უცებ რა, იქ ხო შედეგი არ არსებობს. პროცესის ამბავია. ხო. და მაშინ თუ ანუ შენ ლოგიკაში რო წამოვიდე, მაშინ მცდელობა არის აქ ნიშნულოვანი აბსურდის სამყაროში, მცდელობა რო სამყაროს გაცდე და დაამსხვრევი სამყარო, ეგ არის ერთადერთი ეგ არის შედეგი. უკვე მცდელობა შედეგი. ანუ გზას და ხო რა, აი დაახლოებით ეგრე რომ თითქმის ერთი არის მცდელობა და შედეგი. ანუ გზაზე დადგომა უკვე შედეგია. დაახლოებით ეგრე. ოკეი, ეგრე მესმის, ხო, მაგაში მოკლები კი. კაი, ჩემი აზრით მერსო ვახსენეთ და თვითონ მერსოზე უნდა ვილაპარაკოთ თქო სახელის გაგებით. ხო, სახელი ძალიან. ვისაუბროთ სახელზე. კამიუ სანამ უცხოს დაწერდა, მანამ დაწერა რომანი ბედნიერი სიკვდილი. სადაც დაახლოებით იგივე შინაარსს ხედავთ და რადგანაც სახელი პერსონაჟის სახელი მერსო, რომელიც რეალურად გვარია ის უსახელოა, უნდა ახსნათ რას ნიშნავს. და აქაც უნდა ამოვიდეთ, რადგანაც ფრანგულად წერდა ფრანგულიდან, ხო? პატრის მერსო არის მთავარი პერსონაჟი ბედნიერი სიკვდილისა და პატრისი სახელი მოშორდა, გახდა მერსო. მაგრამ ეხა აქ ამოვანათებთ პატრის მერსო როგორ იწერება და როგორ იწერება მერსო უცხოში. აქ თქვენ დაინახავთ რომ მერსო არის მხოლოდ մ, ე და რ, რაც მერ ფრანგულად ნიშნავს ზღვას. და სო მეორე ნაწილი სოტე ნიშნავს რაღაცა შეხტომას, რაღაცაში გადახტომას. ანუ პატრის მერსოს გვარი ნიშნავს ზღვაში გადახტობას. ზღვის იდეა რა არის, ამაზე ცოტა ხანში ვილაპარაკებთ. აქ უცხოში კამიუ ამ მერსოს, პატრის მერსოს გვარს იღებს, სახელს ჩამოაშორებს და უმატებს უს. და მერ თუ ლამერ იყო ზღვა, აქ უკვე გამოდის მკვდარი. ანუ მუღირ ზმნა კვდომა გადმოყავს და მერ არის მკვდარი. ამ შემთხვევაში თუ პატრის მერსო ზღვაში შემხტომი პერსონაჟი იყო, აქ არის მერსო როგორც სიკვდილში შემხტომი პერსონაჟი. რაღაცა სიკვდილის იდეაში რო ხტება ესე თავით, დაახლოებით ეგრე. ნიშნულოვანი არის ის, რომ კამიუ ამას სპეციალურად აკეთებს. ანუ U100-ს დამატებით ის ზღვის იდეას გარდაქმნის სიკვდილის იდეად. და რომანის ბოლოს სიკვდილთან მერსო ძალიან ახლოს არის. უბრალოდ, როცა ვთქვით, რომ მერსო არის უსახელო და მერსო გვარია და ეს უნდა გავითავისოთ აუცილებლად, იმიტომ რომ იოზეფ კ არის მისი იოზეფ კ-ს სარკისებური პერსონაჟი გამოდის, შებრუნებული, იოზეფ კ-ს არ აქვს გვარი, მას არ აქვს სოციალური კავშირები, მას არ ყავს ოჯახი, იგი მხოლოდ იოზეფია და კ არ ვიცით ვიღაცა რა გვარია მოკლედ რა. და აქ სახელი არ ვიცით, ანუ მთავარი განსაზღვრელი, რომ მე საბავარ და შენ ლუკა და ეგ არის ჩვენი პიროვნების განსაზღვრელი, ხო? გვარებით ხო არ ვეძახით ერთმანეთს, იმიტომ რომ გვარი მამაჩემიც იგივე გვარია, ბაბუაჩემიც და ასევე შენკენაც, ხო? მთავარია სახელი, მაგით განვასხვავებთ. ეგრეა ლოგიკურად, ხო? და აქ არის შემოbrunებული მერსოს დაკარგული აქვს მთავარი ღერძი პიროვნულობისა, ხო? და მაგრამ დატოვებული აქვს გვარი. ანუ ის მხოლოდ სოციალური არსება გამოდის, თუ სახელიდან ამოვალთ, ნუ გეცინება. თუ სახელიდან ამოვალთ, ის მხოლოდ სოციალური არსება გამოდის და მას დაკარგული აქვს ეს პიროვნული ღერძი. იოზეფ კ-სგან განსხვავებით. ერთ შეკითხვა მექნება უცებ რა. დიახ. ანუ ეს ბედნიერი სიკვდილიდან აქეთ რო გადმოდის.
სხვა ხო სიკვდილად იცვლება? სხვა სიკვდილად იცვლება. ის ზღვის მნიშვნელობა რჩება მაინც ეგ მაინტერესებს უბრალოდ. ჩემთვის არა. ხო. უბრალოდ მოდი ჩვენი ინტერპრეტაციები როგორც დავგეკეთეთ ცოტა ბოლოსკენ. ეგ მაინტერესებდა. გავშალოთ და ჩემთვის არ არის. ხო. ფრანგული არ ვიცი, ამიტომაც ვერ ვთარგმნე სიტყვა კარგად. ხო, მან ეგ სოციალურობის ნაწილი მესმის და იდეაში ტექსტუალური განსხვავებაც ძალიან ცხადი ხდება, მაგრამ იოზეფ კსთან და რო შეადარო მერსო სოციალური ცხოვრება და იოზეფ კს სრულიად დაცლილია სოციალური ურთიერთობებისგან, არანაირი მეგობარი, არანაირი რაღაც საყვარელი არ ყავს. შეშინებულიც არის. ხო, კი, ერიდება სოციუმს ის. იმიტომ რომ ეგ ზუსტად ეგ ამბავია, რომ გვარი რაც სოციალურობის გამოხატველია, რომ მას არ აქვს, შესაბამისად უნარი არ გააჩნია, რომ სოციალური ურთიერთობები დაამყაროს. ხო, ზუსტად. აქ მერსოსთან ეგ კარგად ჯდება, იმიტომ რომ პირიქით ხდება, ანუ საკუთარ თან ურთიერთობას ვერ ალაგებს, მაგრამ სოციუმთან ურთიერთობა იდეალურად გამოსცემს, მეზობლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, რაღაცა იმას ხო შეყვარებული ყავს, ის არის კინოში დადის და იქ ძალიან კარგი პასაჟია, ეგ ეხლა ამ მომენტივ დავუცებ თავში. დასაწყისშივე რო არის რა, დედის დაკრძალვდა რო უკან დაბრუნდება, თანჯარასთან რო სკამს მიიდგავს, სიგარეტს რო ეწევა რაღაცა და რო გადაიხედება. ხალხი რო ჩამოდის, რაღაცა რამოდენიმე ჩემი ნაცნობი გამოიulis ხოლმე ხელს დამეკნევს ხოლმე რაღაც და კი და თან საკუთარ თავთან ურთიერთობა საერთოდ რო არ გააჩნია და ასეთი ძაფრი სოციალური კავშირები რო აქვს, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ისახება ჩემი აზრით ტექსტში მაშინ, როდესაც სჭირდება საკუთარი მიმართება გამოავლინოს სოციალურ ურთიერთობებში, რომელსაც ვერ ახერხებს. ანუ სრულიად მეორე ადამიანის სოციალური მიმართებით მოქმედებს ურთიერთობაში. რემონთანაც ეგ მოსდის, შეყვარებულთანაც ის რო ეკითხება გიყვარვარ თუ არა, ამან არ იცის რა უპასუხოს, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ იცნობს. ეგ ძალიან კარგი კარგად გაშალე წიგნის მაგალითს. ანუ რეალურად შევთანხმდით, რომ სახელი გვიჩვენებს ზუსტად მის ამ განსხვავებას სოციალურ და პიროვნულ დამოკიდებულებებში, ხო? საკუთარ თავთან. სუსტია საზოგადოებასთან ან სოციალურ კონტექსტში კაი ტიპია ესე ვთქვი, მარტივად ამყარებს კავშირებს. თან, რადგანაც ენაზე დავიწყეთ ლაპარაკი, მოდი და ბედნიერ სიკვდილს შევადარეთ, მოდი განსხვავება კიდევ ერთ კონტექსტში დავინახოთ. და ეს არის ის რაც გვინდოდა რომ გვეხსენებინა აუცილებლად ამ პოდკასტში, ეგ იყო თხრობის სტილი. ბედნიერ სიკვდილში ჩვენ მესამე პირში ვკითხულობთ პატრის მერსოს შესახებ. აი მაგალითად რაღაცა ეს წავიდა იქ, მაგრამ აქ მესამე პირი იცვლება პირველი პირით, რომ მე წავედი იქ, ხო? ანუ საკუთარ თავზე თავად მთავარი პერსონაჟი გვიყვება. ოღონდ რატო არის ეგ მნიშვნელოვანი? მერსო კამიუმ არჩია პირველი პირი იმიტომ, რომ გვიყვება ისეთ პერსონაჟზე, რომლის შესახებაც სხვა ფიზიკურად ვერ მოგვიყვება, იმიტომ რომ არ ესმის და აქ სარტრის მაგალითი მოვიყვანოთ. სარტრი ამბობს, რომ მერსო არის ისეთი პერსონაჟი, რომ წარმოვიდგინოთ ტელეფონის ჯიხურში, გამჭვირვალე ტელეფონის ჯიხურში ვიღაცა ტიპი დგას და ლაპარაკობს, ჩვენ ხედავთ ის რას შვება, მაგრამ არ გვესმის რას ლაპარაკობს. ხედავთ, მაგრამ არ გვესმის. ზუსტად ასე არის მერსო ამ წიგნში. ხედავთ, მაგრამ მისი არ გვესმის. ამიტომ კამიუ ირჩევს პირველ პირს, რომ თავად გაგვაგებინოს რა უნდა და ვინ არის ეს ადამიანი. მაგრამ თან ჩვენ ვთქვით, რომ სახელი არა აქვს მერსოს. მას საკუთარ თავთან კავშირი ძაფი გაწყვეტილი აქვს და როგორ შეიძლება რომ პირველ პირში მოგვიყვეს ადამიანმა, რომელიც მერსოსნაირად უკავშირდება საკუთარ თავს. მასაც არ ესმის საკუთარი თავის. და ეგ არის მთავარი პრობლემა ამ წიგნში, რომ არავის არ ესმის არც საზოგადოებას და არც მას. იმიტომ რომ ის უბრალოდ გადმოგცემს, ჩვენ უბრალოდ ხედავთ ტელეფონის ჯიხურს, მაგრამ არ გვესმის მის შიგნით რა ხდება. და სარტს ძალიან კარგად აქვს ახსნილი, აი მაგაზე კარგად მე მგონი ვერავინ ვერ ახსნის მერსოს თემას რა. თან ანუ ტექსტის მონოტონურობა მაგითი მართლდება რა. ანუ სიმართლე ხდება ის, რომ ესე მარტივად უნდა გიყვებოდეს ტექსტი, იმიტომ რომ, რავი, ჯიხურში რო კაცი ლაპარაკობს, მარტო პირის ცმაცუნს ხედავ და მაგით უნდა გაარჩიო რას ამბობს. და მთელი ტექსტის თხრობის სტილიც ხო ეგ გამოდის რა, პირველ პირი რო არის, რაც შენ ახსნა. ძალიან კარგია ეგ. თან ისიც არის, რომ შენ რაც ახსენე, ეგ დეტალი აუცილებლად ცოტა ჩასასვლელია, მოკლედ რო გვიყვება რა. აი რაღაცა
გუშინ დედა გარდაიცვალა წერტილი. ანუ წერტილებით ყვება რა, მოკლე და წერტილებით. მე ეს არ მინდოდა. მან შემეკითხა, მე უთხარი არა. აი ესე ელემენტარულად გვიყვება, იმიტომ რომ ვერ გამოხატავს საკუთარ თავს სიტყვებით. თან ეს არ არის იმპრესიონისტული სიმარტივე, ხო? რაც შენით უნდა შეავსო. აი როგორც ლორდ ქიფანიძე წერს რაღაცა შელოცვა რადიოთის რო კითხულობ, იქ მახსოვს ჩემი ქართულის მასწავლებელი ეგრე მიხსნიდა, რომ ეს ეხა რაც წერია, ელის წინა ცხოვრება შენით უნდა შეავსო. ეგ არის იმპრესიონიზმი. მაგრამ აქ ეგზისტენციალიზმში და კამიუსთან ეგრე არ ხდება. ჩვენით ვერ შევავსებთ, ფიზიკურად ვერ შევავსებთ, იმიტომ რომ ჩვენ კი არა, არც თვითონ არ იცის რა მაგ შუალედებში რა ხდება. ამიტომ არის ენა ასე გამარტივებული, რომ უბრალოდ არ გვესმის. ფილოსოფიური კავშირი არ დგება რა, მოკლედ, შინაარსობრივი კავშირი არ დგება. მაგრამ მე თან მგონია რომ მაინც ქმნის რეზონანსს. ანუ ჩემი აზრით მოდერნულ ადამიანს საკუთარ თავის ისე ისმის, როგორც მერსო ყვება საკუთარ თავზე. და ეს რეზონანსი არის აქ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხვდები რომ sakუთარ თავზე რომ მოყვე, შენც ეგრე მოყვები. დღესაც თანამედროვე. კი, ჩემ ეს თანამედროვე ადამიანს რო უთხრა რომ მოყვევი, ან თუ რაღაცა ხატრული წერის ნიჭი არ აქვს, ან ლაპარაკის ნიჭი არ აქვს, აუცილებლად ეგრე მოგიყვება, რომ ჩავჯექი ავტობუსში, დამცხა, ჩავედი, დავასაფლავეთ, წამოვედი. ანუ არ მგონია რაღაც დიდად არ მგონია სურვილი ქონდეს რომ დიდად ან უნარი ქონდეს რომ დიდად განავრცოს ეს ემოციას ხედავ მანდ კი ანუ ჩემი ეს ემოცია ზუსტად ისა მანდ ემოცია ის არის რომ ანუ ამბავი იმდენად მძაფრად აქვს იმას განცდილი იმ მომენტში რომ მის წარმოდგენაში შეუძლებელია ეს ამბავი გადმოქცეს შენ და გავეგებინოს შენ ანუ შენ იძახი რომ იმდენად მძაფრია ეს რომ ზღვარს გაცდა რის შემდეგაც შეუძლებელია მოყოლა? ხო, მოდერნულ ადამიანში ეგრე მგონია, მერსო ეგ დეტალი არ მგონია აქ, იმიტომ რომ მერსოს საკუთარ განცდებთანაც ვერ არის რეზონანსში. ხო, თანამედროვე ადამიანში ეგ მნიშვნელოვანი მგონია. წეღან ახსენე φιλოსოფიური ის არისო და მე მგონია რომ მან სიზიფეს მითის შემოყვანა ძალიან კარგი იქნება და კი. კი. რაღაც ხოლმე ლაპარაკობთ მაგაზე რომ ზისო და მაგაზე კარგი აზრი ქონდა შენ. ხო, მან მახსოვს ფილოსოფიის ლექცია რო ქონდა ძველ ბერძნულ ეპოქაზე რო ვიყავით, ჩვენმა ლექტორმა გვითხრა ეგეთი რაღაც. ბატონმა გიორგიმ რომ ბატონი გიორგით არ მიმართავდით, ძალიან მეგობრულად მიმართავდით, მაგრამ ეხლა ესე მიმართავდით. მოკლედ გვითხრა რომ კამიუსთან პარალელური ისტორიები გვხდება, ოღონ ერთი არის მხატვრული ენით მოყოლილი და მეორე არის ფილოსოფიური ენით მოყოლილი. წესით უკვე მიხვდებოდით, რომ მხატვრული ენა არის უცხო და ფილოსოფიური ენა არის სიზიფი. სიზიფი იმიტომ არის, რომ ფრანგულიდან რო ითარგმნა, იმაგიტო დაიმაგდა, რომ სიზიფე რო არის გასაგები, ანუ ხო რა, ანუ ედაი ძალიან ვიშნობე ხა, მაგრამ საჭიროა მაინც. მე ვერ მივხვდი თავიდან სიზიფი რატო იყო და მე მივხვდი რომ ფრანგულიდან რო ითარგმნა იქ სიზიფ არის და ფუთი მთავრდება რა. ხო და რა, ოღონდ რა კავშირი არის მაგასთან? რა შუაში ერთმანეთთან? კამიუ იქ მე მგონია რომ ანუ ამბავი იგივეა, ამბავი სრულიად იგივეა რა. ანუ სიზიფის გზა რასაც გადის იქამდე სანამ დასჯიან პირდაპირ ჯდება რაღაცა ეს მერსო რა გზასაც გასდის და პროცესის გზა არის იმ სიზიფეს დასჯის გზა, ლოდის აზიდვის გზა. ეს ხო რაღაც მომენტში მერსო ხო ამბობს რომ ამ პროცესებით დავიღალე, აღარ შეიძლება რა ამბავია, რაღაცა ამდენი გასვლა ჩემ იმასთან შეხვედრა, ზედმეტი ამისთვის და ეს ლოდის თრევა ამისთვის, ანუ არასასურველი მდგომარეობაა რა. და პირველი ნაწილიც რაღაც მომენტში ხო შინაარსი სიზიფის მითით მოკლედ ხო არ მოყვეთ? ხო, შეგვიძლია მოკლედ მოვყვეთ. ხო და მოკლედ სიზიფეს მითი არის, ნუ ამბავი სიზიფეზე, სიზიფე იყო მეფე. ნუ იმ ძმისშვილის ამბავს გამოვტოვებ მაინც. ხო და მოკლედ მდინარის ღმერთის ასული მოიტაცა ზევსმა რა და ზევსმა რომ მოიტაცა ეს ასული წაიყვანა ანუ სიზიფეს სამეფოს გავლით წავიდნენ რა და სიზიფემ დაინახა სადაც წაიყვანა ზევსმა ეს მდინარის ღმერთის ასული და ეს მდინარის ღმერთი განრისხებულია რომ ზევსმა შვილი მომტაცა რაღაცა და მივა სიზიფესთან სიზიფე მიცის სადაც არის შვილი და შესაბამისად ეუბნება რომ იციო რა ჩემ ქალაქშიო თუ წყალსო შემოიყვანო ეს ლამაზ ჩანჩქერს თუ გამიკეთებო რა გეტყვიო სად არისო შენი შვილიო და ეს ეტყვის გავუკეთებს ის წყალს ეს ეტყვის და ეს კაცი წავა მერე და ზევსი რომ გაიგებს რომ სიზიფემ ჩაუშვა
მერე განრისხდება ძალიან და ეტყვის რომ კაროჩე შენო ჰადესთან სიკვდილთან უნდა გაგიშვაო ეხლა და სიკვდილი შენ დაგაბავსო რა და სიზიფე იყო ეს მნიშვნელოვანი დეტალია სიზიფე იყო ძალიან ჭკვიანი მეფე ჭკვიანი ადამიანი იყო მაგრამ ამავდროულად ქედმაღალი იყო ამაყი იყო და ეგონა რომ ღმერთების გაცვლება შეძლებდა სიკვდილთან რო ჩაუშვა ზევსმა სიზიფემ მოატყვა სიკვდილი და საკუთარი თავის შებოჭვის ნაცვლად სიკვდილი შებოჭა და შესაბამისად გამოიქცა მე იქიდან რა იქიდან რომ გამოიქცა რახან სიკვდილი შებოჭილი იყო ვეღარავინ მკვდებოდა საერთოდ და ვეღარავინ როცა ვერ მკვდებოდა არის ომის ღმერთი განრისხებული იყო ამით იმიტომ რომ რაღაც ომის მნიშვნელობა აღარ ქონდა შესაბამისად ჩავიდა და სიკვდილი გაათავისუფლა ამავდროულად რაღაც სიზიფეზე გაბრაზებული იყვნენ ღმერთები და გადაწყვიტეს რომ ხელახლა ჩაეშვათ უკან და ხელახლა რომ უკან უნდა ჩაეშვათ მიხვდა სიზიფე ამას და საკუთარ ცოლს უთხრა რომ მეო რომ მოვკვდებიო ჩემი სხეულიო ქალაქში გადააგდე უბრალოდ რა და მართლა გადააგდებს ეს ქალი სიზიფე რომ მოვკვდება და მე სიზიფე რო ქვესკნელში ჩავა მივა და პერსეფონეს დაელაპარაკება ამ სიკვდილის რაღაცა ჰადესის ქალღმერთს მოკლედ რა გამიგეში ქაურობით იქ ეუბნება სიზიფე ეგეთ რაღაცას რომ ჩემო ცოლმაო წამდილწაო წესიერად არ დამარხავ შესაბამისად მოდიო ცოტახანი უკან ამიშვიო რომ რაღაცა ხო დავსაჯო და ჩამოვალ და პერსეფონე მართლა გაუშვებს რა და რეალურად უკან აღარ დაბრუნდება სიზიფე და კიდე გააცურებს ამით ღმერთებს რა ღმერთების აბოლოჯანში ძალიან განრისხდებიან და როგორღაც მოიხელთებენ სიზიფეს და დააბრუნებენ ისევ ქვესკნელში რომ დააბრუნებენ მისთვის უკვე ლოდი არის განკუთვნილი და ეტყვიან რომ მოკლედ ეს ლოდი უნდა აიტანო მთაზე აღმართზე უნდა ატარო რა და როდესაც სიზიფე ლოდს აღმართზე ბოლომდე აიტანს უცებ მომენტალურად ეს ლოდი დაუსხლტება და ჩამოვა და ესე მარადიულად მოუწევს რომ გააგრძელოს რა ეს არის მოკლედ შინაარსი სიზიფეს მითის ეხლა გადმოვიდეთ უცხოში გადმოვიდეთ და ჩვენ თქვით რომ ფილოსოფიის ლექტორის სიტყვების მიხედვით ეს იგივე ამბავს უნდა ყვებოდეს ოღონდ მხატვრულად. ხო. რატო არის ხა იგივე ამბავი გავყვეთ? ესე იგი პირველი ნაწილი სიზიფის მითის იყო რა? რომ ის არის მეფე და ღმერთს გააბრაზებს, იმიტომ რომ წყალი შემომიყვანეო და ეს ჩააგდებს და სიკვდილს დაატყვევებს. ხო. ეს ხა უცხოში რა ნაწილი არის დაახლოებით? მე ეგ მგონია რემონის ნაწილი მგონია, ანუ იმიტომ რომ პირდაპირ ქალთან რემონის ნაწილიც დაკავშირებული. და სადაც სიზიფე ეუბნება, სად არისო შენი ქალიშვილიო, აქ პირიქით მერსო შემოიტყუებს ხვის ქალიშვილს. ანუ ცოტა სცენას ატრიალებს. სარკისებურის არის ვარიანტი? ან მე ხო, შეიძლება ეგ იყოს. მე არ მაქვს მაგაზე იდეა. ხო, მე მგონია რომ ალბათ ეგ არის. კაი, ავიღოთ ეგ. ხო. აი ხა მეორეზე რო გადავდივართ, მან უკვე მაქვს იდეა რა შეიძლება იყოს. გულისხმობ, როცა დაატყვევა სიკვდილის ღმერთი და ეგ რო ჯაჭვს აიწყვეტს და მეორეჯერ რო ჩაყავთ იმაში მიწისქვეშეთში. ესე იგი, ეს მომენტი, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს არაბთან შეხვედრის მომენტი და არაბის მკვლელობის ეპიზოდი. იმიტომ რომ, როდესაც სიკვდილის ღმერთი არის დატყვევებული, ჩვენ ხედავთ რომ რომანში არაბამდე არავინ არ კვდება, მაგრამ არაბის მკვლელობა შეგვიძლია ამ სიკვდილის ჯაჭვების შეხსნის ეპიზოდად წარმოვიდგინოთ და მაგ მიმართებაში ჯდება. ანუ აბრუნებს მერსო არაბის სიკვდილით სამყაროში სიკვდილის ცნებას, რომელიც აქამდე არ არსებობდა. და მართლაც ხედავთ რომ დედის მკვლელობის კი არა სიკვდილის შემდეგ არაბ პერსონაჟამდე სახელი არ ქვია. მაქამდე არავინ არ კვდება. ხო სწორია, აშკარად არავინ არ კვდება. ამით სიკვდილი ბრუნდება და შეგვიძლია გაუთანაბროთ სიზიფის მითი მაგას. ეხა რომ ღმერთები აბრუნებენ და ლოდის ზიდვას აწყებინებენ, ლოგიკურად რა გამოდის? ეს პროცესი გამოდის უკვე რა? ხო, ციხეში როცა არის, მაშინ არის ლოდის ზიდვის მომენტი. და მაგ ლოგიკით თან მერსო სიკვდილის ეპიზოდი არ არის წიგნში, მაგ ლოგიკით გამოდის რომ ეს არის მარადიული ციხეში ჯდომა. ხო, კი. მაგ ლოგიკით ეგრე გამოდის. აი, სამუდამო მიუსაჯეს ციხეზე. ძალიან იმ ტერმინებში გადავიდე. სამუდამო მიუსაჯეს მოკლედ რა მერსოს. ეგ გამოდის სიზიფის მითის მიხედვით. გასაგები, ეხლა ცოტა ზედაპირულად მიმოვიხილეთ, მაგრამ ვერ ჩავალთ ძალიან სიღრმეში, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა უნდა ვთქვათ. გადმოვიდეთ ეგზისტენციალიზმზეც. ხო. და უნდა ვახსენოთ აუცილებლად ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ეგზისტენციალიზმში. ეგეც მადლობა ჩვენს ლიტერატურის ლექტორს, რომელმაც გვითხრა, როდესაც კაფკას ვსწავლობდით, რომ ეგზისტენციალურ ლიტერატურაში პერსონაჟი აუცილებლად ხვდება საკუთარ თავს ერთხელ მაინც. კი. ამ ლოგიკით ამ წიგნშიც უცხოშიც უნდა იყოს ისეთი ეპიზოდი, სადაც
პერსონაჟი საკუთარ თავს ხვდება. თავარი პერსონაჟი გულისხმობა ცხადია. როდის ხვდება მერსო საკუთარ თავს? არის რამდენიმე ვერსია რა. ერთი, როდესაც რაღაცა დედას ასაფლავებს, მანდ ვიღაცა პერსონაჟი უნდა იყოს. მეორე არის ცოტა ბოლოსკენ, ვიღაცა ციხეში უნდა იყოს, ან არის შუაში. როდესაც და ეხა მან გასაგებია, რომ ამ რომანის მწვერვალი არის, როცა ესე ჟანრობრივი გაგებით მწვერვალი არის, როცა არაბს კლავს, ხო? მაშინ ამ ლოგიკით არაბის მკვლელობა, არაბი უნდა იყოს მერსო იგივე, ხო? ანუ საკუთარ თავთან შეხვედრა არის არაბთან შეხვედრა. ოღონდ მოდი ამას მიუბრუნდეთ. ხო. არ ჩავშალოთ ჯერ. და ეხლა განვიხილოთ მზის და ზღვის იდეა, ოღონდ ფსიქოანალიზის გაგებით, ანუ ფროიდის გაგებით. სემდე სანამ გადავალთ, ხა უცებ მომაფიქრდა რაღაც. ტექსტის დასაწყისში შეიძლება ხდებოდეს, რომ ვიღაცას და არის ვარიანტი, რომ საკუთარ თავთან შეხვედრა და გადაბარება და არა მარცხის ამბავი გადაბარება შეიძლება იყოს დედამისის რომ მეგობარი ყავდა იქ კოჭი კაცი. გადაბარებაში რას გულისხმობ? ანუ ის კაცი ხო ბებერია, დედამისის მეგობარი და იმ კაცს რო შეხვდება, ის არის მერსოს მეორე სახე და ის კაცი სიბერის გამო გადააბარებს თავის როლს. შეიძლება ეგრე იყოს, უბრალოდ მე ამას ჩემი ინტერპრეტაციაში გამოვიყენებ ამ იდეას, ეხლა დამარტყავცებ და შემეკრა ის. ანუ ვიდეოს ბოლო ნაწილში ჩვენ ინტერპრეტაციებს ვიტყვით ამ წიგნზე და მოდი ამიტომ შემოვინახოთ ეს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ არაბია ეგ და თუ ეგ ლოგიკა შეიძლება აიგოს, გავყვეთ მაგ ლოგიკას. უბრალოდ საინტერესოა ფროიდული გააზრება ამ ტექსტის და ანუ ფსიქოანალიზის კუთხით რა. მაშინ უნდა გავიაზროთ სიმბოლოები მზის და ზღვის, ხო? ანუ ოიდიპოსის კომპლექსი სჭირს მერსოს, მას აქვს მისწრაფებები სექსუალური სახის დედამისთან და ის საკუთარ თავს ისჯის ბუნებრივი მოვლენებიდან გამომდინარე, რას გულისხმობ? ის დედამისის დაკრძალვისას ძალიან შეწუხებული არის მზით. ანუ იმდენად სიცხეა, რომ ფიზიკურად იმაზე ფიქრობს, ახალ დაკრძალული დედამის როცა დაკრძალავს, რომ მობრუნდება ერთი სული მაქვს, როდის დავწუხი და დავიძინება მაგას იძახის მერსო. იმდენად შეაწუხა მზე და იმდენად დაიღალა. ფროიდული წაკითხვით ეს შეიძლება იყოს ის მომენტი, ორი ვარიანტი გვაქვს. ერთი, მზე არის მამამისი, რომელიც სჯის აი ამ ოიდიპოსის კომპლექსის და ოიდიპოსური მიდრეკილების გამო და მეორე, მზე არის თავად საკუთარი თავი და ის ისჯის საკუთარ თავს, იმიტომ რომ ცნობიერად ისჯის, იმიტომ რომ ხო ცნობიერად ეგეთი მისწრაფებები აქვს. და ამ ლოგიკით მაშინ ზღვა გამოდის დედამისი. იმიტომ რომ ზღვა არის ერთადერთი ადგილი, სადაც მერსო შვებას მოიპოვებს, ხო? იმიტომ რომ თუ ჩვენ ამ წიგნის კითხვისას დავაკვირდებით, მაშინ მივხვდებით, რომ ზღვაში მერსო საერთოდ სხვა ტიპია და დანარჩენ ადგილებში მერსო საერთოდ სხვა ტიპია, ხო? ანუ ზღვაში არის ნეტარება, რაღაცა აი სიტკბო, კარგად გადის დრო აწმყოს, გრძნობს და ასე შემდეგ და დანარჩენი არის, რომ აი თავი მისკდება სიცხეა, ოფლი მომდის, რაღაცა ეს ხალხი ვინ არის და ასე შემდეგ, ხო? ანუ საშინელება. ხო, ეგ გამოდის, ოღონდ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ფროიდული ამბავია, მაშინ გამოდის, რომ აი მისი მეზობელი რო არის მოხუცი, რა ერქვა? მოიცავ ნახავ ეხლა. სალამანო. სალამანოს ყავს ძაღლი. მოკლედ, ფროიდული ინტერპრეტაციით ეს გამოდის სარკისებური ასახვა დედამისისა და მერსოს ურთიერთობისა. რატო? პირველ რიგში, დედამისი მერსოს დედა იძახდა, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევაო. ციტირებ პირდაპირ ეს წერია წიგნში. რა ვიცით სალამანოზე და მის ძაღლზე ეზიზღებოდა, მაგრამ მიეჩვია. პირველი მნიშვნელოვანი მომენტი. მეორე, თავარი საკვანძო. დედამისი როცა კვდება, ზუსტად მაშინ ხრება ძაღლიც. რატომ არის ეს მოვლენა დაკავშირებული ერთმანეთთან ასე პირდაპირ? ამას სამყარებს ისიც, რომ მერსო, როდესაც გამოდის რეიმონდიდან, თუ როგორც არის მაგ პერსონაჟის სახელი სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვანაირად არის. მოკლედ, რო გამოდის რეიმონდიდან, მას ესმის ძაღლის ხმა, ძაღლის ყმუილის, სალამანოს ძაღლის ყმუილის ხმა და გაიფიქრებს, ციტირებ. დედა გამახსენდა, არ ვიცი რატომ. რა შუაშია ეს ფრაზა, საერთოდ რატო არის წიგნის ამ ნაწილში, თუ ძაღლი არ არის
პერსონაჟი სარკისებური დედამისის. ხო, ანუ ძაღლის ყმულის ხმაზე ახსენდება დედამისი. ამას პლუს სალამანო ამბობს, რომ დედას ძაღლი ძალიან უყვარდაო. გახსოვს დაკარგვის მერე რო შემოვა მერსოსთან და რო ელაპარაკება ტვინს რო უჭამს. მაშინ ეუბნება, რომ დედაში ჩემი ძაღლი მაგრა უყვარდაო. ანუ ძალიან ბევრი მსგავსებაა და ამით ეს კვანძი იხსნება თუ ამ ინტერპრეტაციას გავყვებით, თუ რატომ იკარგება ძაღლი იმიტომ რომ თუ ჩვენ კამიუზე ვამბობთ რომ ეგ კაი მწერალია, მაშინ არაფერი არ უნდა ხდებოდეს შემთხვევით წიგნში. მინიმუმ ისე უნდა დაეწერა რომ ვერ გაეცნობიერებინა, მაგრამ გამოვიდეს კაი ინტერპრეტაცია, ხო? მინიმუმ. მაგრამ აქ აშკარად ძალით არის გაკეთებული რომ დედა კვდება, ძაღლი ქრება, ძალიან ზღაპრის დასასრულებით გაყვება. ხო, აი ეგ არის რა. არა, თან თუ გაყვები იდეაში მე მკითხელი მაგას, რაღაც მომენტში შეგიძლია ახსნა სანამ დედას ჩააბარებდა იქ სახლში, მოხსევის სახლში, რა ურთიერთობა ჰქონდა? ანუ თუ პირდაპირ სარკისებური ამბავი გამოდის რაღაცა იმ კაცის და ძაღლის ურთიერთობა, მაშინ დედის და რაღაცა მერსოს ურთიერთობის ამახსნას შეგიძლია უბრალოდ შეიძლება მობეზრებული ყავდა. ან პირიქით შეგიძლია დაატრიალო და პირიქით იყოს რომ დედასთან ძალიან ახლოდაც პირი დამოკიდებულება ჰქონდა მერსოს, მაგრამ მაგ ლოგიკით თუ გაყვები, ან უკუმა უნდა დაატრიალო ეგრევე, კაროჩე რა, რომ ან უნდა ვთქვათ, რომ დედის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მერსოს და აღიჟენებდა, მაგრამ მიჩვეული იყო და მერე დედა რომ მოუკვდა უბედური გახდა და ძალიან ეწყინა, რასაც ხედავთ რომ ეგრე არ არის, არ წყენია დიდად. და მაშინ თუ არ წყენია დიდად, უკუმა უნდა წამოხვიდო და უნდა თქვა, რომ ძაღლის და ამ კაცის ურთიერთობა რაც იყო, ის უნდა დაატრიალო, ანუ კი არა იზღებდა, ძალიან თბილად იყო, მოსიყვარულე შვილი იყო დედის მიმართ, მაგრამ მე ჩააბარა და მე ესე მოვიდა და მე ხო მაგით რომ კითხვის ტექნიკა რომ დაატრიალო და შეიძლება ამოხსნა რა ერთი ამბით მეორე ამბავი და ხო ეგ ხო ეს აშკარად ეხა ამას მე მოკლედ მომწონს ეს ინტერპრეტაცია. არა ფროიდული, არამედ აი ეს ნაწილი კონკრეტულად რომ დედა ძაღლი. თან კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დამავიწყდა. იქ წერია რომ სალამანო, მოხუცი სალამანო ძალიან დაემსგავსა თავის ძაღლს. რაც პირდაპირ მშობელი შვილის ამბავია რა. იმიტომ რომ მერსო დედამის ემსგავსება. თუ გახსოვს იქ დაკრძალვის სცენაში მერსო ამბობს, როდესაც გარემოს უყურებს და როდესაც იხსენებს ის პერეზი და დედამისი რომ სეირნობდნენ. უყურებს გარემოს და ამბობს და რაღაც მომენტში მე გავუგე დედაჩემს. ნელ-ნელა იწყება დედასთან დაახლოება აზრობრივად, დედას ემსგავსება, ისევე როგორც მოხუცი სალამანო თავის ძაღლს. იმიტომ რომ პატრონი ძაღლს რატომ უნდა ემსგავსებოდეს, ხო? ძალიან რაღაც არ ვიცი ხა მე ძაღლი არასდროს არ მყოლია და შეიძლება ეგ მომენტი არ მაქვს გათავისებული, მაგრამ წესით არ არის ეგრე რა, უფრო არის პირიქით. მე რაც მინახავს ხალხი შორის ეგრეა. ეგრეა? კი, კი, ძალიან ეგრეა თან. მართლა? ოფ, კი. როგორც წესი ძალიან პატრონი ემსგავსება ძაღლს? ხო, ანუ რაღაც მომენტში მინახავს, რომ ანუ როჟა რაღაცნაირი იყო, ანუ ადამიანი რაღაცნაირი იყო და ძაღლი რო გაიჩინა, რაღაც ამ ძაღლს დაემსგავს. აი ეგ მithumetes მნიშვნელოვანი ხდება თუ პატარა ძაღლები მოყავთ. ანუ პატარა ძაღლებზე უფრო შემიშენ, ეგ პატარა ძაღლი რო მოყავთ, ძალიან ემსგავსებიან ამ პატარა ძაღლს რა. ანუ არ ვიცი რატო ხდება ეგრე, მაგრამ ძალიან გადავა მე. მე არ მესმის ეგ იდეა და არ ვიცი. ვა. ძალიან საინტერესოა. მაშინ სეზე ვლაპარაკობდით. კი, და ცოტა ხანში მე მგონი ჯობია რომ სოციალურ ასპექტზე გადავიდეთ. კი, სოციალურ ასპექტზე. მზე მოდი ცოტა ზე მნიშვნელოვანი. ის რომ როლან ბარტი რომ ამბობს. ხო, კი, კი, კი. რო ბედის წერა. ხო. ხო, ბედის წერა და მან შენ ამბობდი ასა კიდე იმას ამბობდი რომ მარცხის ამბავზე რომ ამბობდი საკუთარ თავთან დამარცხების ამბავს რომ ინტერპრეტაცია. ხო, შენ არა ინტერპრეტაცია ეს გარეშე. ხო. აი მე რომ მაგაზე გიპასუხე. ეგზისტენციალური ლიტერატურა, ხო, საკუთარ თავი დამარცხების ამბავი რო საკუთარ თავს დამარცხებ თუ საკუთარ თავთან მარცხდები, რომელია გამახსენე? დამარცხდები. საკუთარ თავთან, ხო, საკუთარ თავთან. აი ეგეც მნიშვნელოვანია. ხო, მე მგონი არ გვიხსენებია ეგ. ხო, ეგ არ გვიხსენებია და მაგით დამახსენდა რომ არ გვიხსენებია, ჩავხედებთ და ხო, უცებ ვიტყვით რომ ეგზისტენციალურ ლიტერატურაში ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საკუთარ თავს რო შეხვდები, მარცხდები საკუთარ თავთან რა, მიუხედავად იმისა, რომ ამან არაბი მოკლა, ეს მისთვის მაინც პირველი მარცხი იყო, იმიტომ რომ რეალურად იმიტომ მარცხდები, რომ ფიზიკურად შეიძლება საკუთარ თავს ძლიო იმ მომენტში შეხვედრისას, მაგრამ საკუთარ თავის მოკლით რაღაც დეტალს იკარგავ და აქ აი მზის და ზღვის ელემენტის შეგვიძლია შემოყვანო და ეგ შენი ინტერპრეტაცია იყო. თუ გინდა შენ თქვი, თუ გინდა ვიტყვიცებ. ნუ ანუ რაღაცა ანუ არაფერს რო კლავს ამით ხო საკუთარ ზღვის ბუნებას რო ჩამოსულს ხო ხო ჩემ ეს დირი არის ხო ეგ მე თქვა წაგვიყვანს და არა კაცო ოღონ ჩავშლით მე ხო მე ჩავშლით ამ ყველაფერს და მე აქ მქონდა ეგეთი ის რომ ან ფილოსოფიურად სიზიფე ხო იქ ღმერთებთან მარცხდება ხო ან ფილოსოფიურ იმაში იქ ღმერთებთან მარცხდება სიზიფე და აქ რაღაცა მე შე საკუთარ თავთან მარცხდება საინტერესო ინტერპრეტაცია ეგეც
გადავიდეთ სიზიფე მარცხდება საკუთარ თავთან მეტად? ხო და სიზიფე ან ბედის წერისი, სადაც ან იქამდე სანამ ლიტერატურაში ღმერთები ფიგურირებენ, ადამიანი საკუთარ თავთან კი არ მარცხდება, ღმერთებთან მარცხდება. მაშინ, როდესაც ღმერთისგან დაიცლება ლიტერატურა და ყოველად ან ეგზისტენციალური გახდება, მაშინ საკუთარ თავთან მარცხის ელემენტი შემოდის რა. მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში. მე გითანხმები ძალიან კაი ის ინტერპრეტაცია. კი. და აქ უკვე გამქრალია. კი, აქ ღმერთი არ არსებობს, ეს არის სამყარო ღმერთის გარეშე. ერთ-ერთი წიგნის ქვეთავი იყო ღმერთი მოკვდა და ეგზისტენციალიზმი დაიბადა. კამიუს უცხოს ანალიზი არის და კარგად აჯამებს რა. თან ნიჩეს იდეა არის ღმერთი მოკვდა და თან ეგზისტენციალიზმი დაიბადა. ხო, აქ გამქრალია ღმერთი არა. კი, კი, სრულიად გამქრალია და მე მგონია რომ სოციუმზეც ისახება ეგ ელემენტი რომ ღმერთი გამქრალია. იმიტომ რომ მე რო ვკითხულობდი ამას რა, ძალიან გადაჯაჭვული მგონია ეს საზოგადოება ერთმანეთთან. და მე მგონია რომ ნახე ამ საზოგადოებას აი წეღან მაშინ როგორ თქვი რა, თავისი კანონზომიერება გააჩნია. და ეს არის კომპლექსიანი საზოგადოება, რომელსაც რაღაც სახის ტრამვები გააჩნია და ამავდროულად ამათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი კამიუს ამ საზოგადოების მე მგონია რომ არის ის რომ ემპათიის მაღალი განცდა აქვს. ანუ მე აი რეიმ ემაზე ძაღლის პატრონზე სახელებს მე მოხსოვდა გავაკეთე. ძაღლის პატრონსაც სალომონი თუ რაღაც. ძაღლის მაკაცსაც ძალიან დიდი ემპათია აქვს საკუთარი ძაღლის მიმართ. რეალურად აი ემპათია მოკლედ მნიშვნელოვანი ელემენტი არის ეგ პროცესის დროსაც ხვდებით მაგას და აქ მნიშვნელოვანი ის არის რომ მერსო არის ერთადერთი პერსონაჟი რომელსაც კომპლექსები არ გააჩნია რომელსაც არ გააჩნია არანაირი ემპათია ანუ საკუთარი დედის დაკრძალვაზეც კი არ გააჩნია ერთია მაგრამ არ გამოხატავს უფრო მნიშვნელოვანია არანაირი ემპათიას არ გამოხატავს არავის მიმართ დედამისის მიმართ თუ არ გამოხატავს მე მგონია რომ არ აქვს არა მაგას ეგ უფრო რთული დასამტკიცებელია იმის დამტკიცება რომ არ გამოხატავს უმარტივესია რომ შეიძლება ტექსტი აკითხო და მიხვდები რომ არანაირი ემპათიას არ გამოხატავს დედის არავის მიმართ არავის დედის სიკვდილის დროსაც დაკრძალვაზე არ გამოხატავს არანაირი ემპათიას უბრალოდ ზის ეწევა სვავს ყავას მიდის სიცხეში ნერვები ეშლება გრძალავს სახლში მოდის და ქალთან მიდის ანუ არ იცის რას ნიშნავს ხო ემპათია არ იცის იდეა არა აქ ცნების დონეზე არ იცის არის ცნების დონეზეც კი არის ემპათია რა არის ეგ რანაირად კაცო ეგეთი პერსონაჟი მე მგონია რომ ანუ კამიუმ გაზრახ შექმნა ეგეთი პერსონაჟი რომ მაგისგან სრულიად დაცლია იმიტომ რომ სოციუმის წინააღმდეგ წაიღო რა ანუ უბრალოდ ესე ცოტა შორიდან რო ვილაპარაკოთ საზოგადოებისთვის ძალიან საზოგადოების კონკრეტული წევრებისთვის ჩემი აზრით ძალიან მომხიბლველია როდესაც ხედავ ადამიანს რომელსაც ის კომპლექსები არ აქვს რომელიც შენ გაქვს და გინდა რომ ანუ იმიტომ რომ ის იმ ენერგიას ასხივებს რომელი ენერგიასაც შენ მოკლებული ხარ იმიტომ რომ ის კომპლექსების გარეშე მოქმედებს შესაბამისად აი ეს ხო ადამიანებს იზიდავს მე სხვა ადამიანებს იზიდავს რაღაცა ის ძაღლის პატრონი რო შემოდის ამასთან და უჯდება და ეუბნება რომ აშკარაა რომ აშკარად კი აი რეიმონის იმ თავის იმ გოგოსაც შეყვარებული რო ყავს მარის იზიდავს რაღაცა იმის პატრონთანაც მეგობრობს ამას რესტორნის პატრონთანაც მეგობრობს ახლო ურთიერთობა კაი ტიპი ჩანს საზოგადოებაში ხო საზოგადოებისთვის კაი ტიპია და მე მგონია რომ ეს ენერგეტიკა აქვს რომელიც სრულიად დაცლილია კომპლექსებისგან მაგრამ აქ მეორე მნიშვნელოვანი დეტალი შემოდის როდესაც ამას საჯაროდ ავლენს უკვე ანუ აცხადებს იმას რომ ის ემპათიისგან არის დაცლილი ეს ხდება მაშინ როდესაც კლავს იმარავს ერთხელ რო ესურს და კიდევ 4 ჯერ დაამატებს ტყვიას იქ აბრალებენ რომ შენ ემპათია არ გაგაჩნია თან პლუს დედის სცენასაც წამოაყვედრებენ აქ და ასევე სოციუმი დაინახავს იმას რომ მას კომპლექსებიც არ გააჩნია და მე მგონია რომ სოციუმი ამ კომპლექსების არ არსებობას ხსნის იმ ელემენტით აი ის რო შევა მაგასთან რა ქვია პროკურორი კი არა და მგდელი არა მგდელი არა მგდელამდე გამომძიებელი რო შევა მაგასთან ქრისტეს ამბავიზე მე მგონია რომ მაგით ეგ არის საკონძოები მაგის და აი აქ ზუსტად მაგით ვხსნი რომ ეს ან რწმენის ელემენტის არ ქონა რეალურად ითარგმნება კომპლექსის არ ქონად იმიტომ რომ ამ კაცისთვის მიუხედავად იმისა რომ მორწმუნეა და მისი რწმენა ძლიერია მე მგონია რომ მისი რწმენა კომპლექსის ის არის ამოძახილია და მერსოსთან ანტიქრისტეს რო ეძახის ის პრეტენზია აქვს რომ შენ როგორ არ გაქვს ის კომპლექსი რომელიც ჩვენ საზოგადოებას გვაქვს ანუ შენ ეს საშიში ხდება საზოგადოებისთვის იმიტომ სწამს იმ ადამიანს ღმერთის რომ დაკომპლექსებულია კონტექსტის თვალსაზრისით მე მგონია რომ ზოგადად არ გეკითხები ცხადია კონტექსტის თვალსაზრისით დიახ მე ეგრე მგონია ანუ საკუთარი კომპლექსების დამალვის მეთოდი არის ის რომ შენ იწამო ღმერთის იმ ადამიანისთვის ხო ამ ეპიზოდში კი მე მგონია რომ ზოგადად ეგ ამ საზოგადოებაში ეგრე ფუნქციონირებს რომ რაღაც უნდა იწამო იმის იდეის რო გჯერა ეგ დაგეხმაროს კომპლექსის დამარცხებაში ეგ არ ვიცი რა შეიძლება დაფარვაში მან
აი მაგის გამოხატულება მე მგონია ჯვარცმის იმას რო აჩვენებს. ხო. რომ ან მისთვის ჯვარცმის ყურება არის ის რომ აი ეს არის ჩემი კომპლექსების მოხსნის ანუ მე თუ ჩემი კომპლექსები მოვიხსენი, აი ესეთი ვიქნები. და ეს არის ჩემი იდეალური სახე. და ნახე, იდეალური სახე კომპლექსების გარეშე. შენ კი არ ხარ კომპლექსების, ანუ ამას მერსოს ეუბნება, შენ კი არ ხარ კომპლექსების გარეშე, აი ეს არის. და ეს არის იდეალური მდგომარეობა, ღმერთს ეუბნება. და მე ამ იდეალურ მდგომარეობას მივესწრაფვი, მაგრამ ვერ შემიძლია რომ ეს იდეალური მდგომარეობა ვიყო. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცი რომ ეს იდეალური მდგომარეობაა. იმიტომ რომ ჩემი კომპლექსების გადაფარვაში მეხმარება. თუ ვიცი რა არის ხატი, შემიძლია მივემართო ამ ხატს რა. ანუ შენ იძახი რომ ამ ტიპს გონია რომ მერსოს უნდა ქრისტეობა და აჩვენებს რომ შენ მოიცა ხა და მოხრუჭე აი ნამდვილი ქრისტე ეს არის? ხო. და შენ ანტიქრისტე ხარ? ხო, ძალიან თუ ანტიქრისტე ხარ რომ პირდაპირ ეუნება. დღეისთვის კმარა ბატონო ანტიქრისტე. ხო, ძალიან თუ გავწელე ეგ თეორია კი ეგრე მგონია. კაი, აქ კიდე შენ თეორიას რაც ეხმარება არის რომ ნახე გამომძიებელი ცდილობს ქრისტეს წმენა მისცეს მერსოს. და ციტატას წავიკითხავ. არასოდეს მინახავს ისეთი გაქვავებული სული როგორც თქვენ გაქვთ. კი. ხო, რაც გაქვავებულ სულში ალბათ შენ ინტერპრეტაციაში გულისხმება უკომპლექსო არსება. უკომპლექსო ნული ემპათია. ემპათიის გარეშე. კი, უკომპლექსო უემპათიო არსება. მაგას გულისხმობს ჩემ ეს. და ტექსტი კიდე მნიშვნელოვანია ის რომ სხვა ყველა პერსონაჟს აქვს ეგ ამბავი. რომ რაღაცის რწმენა სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი კომპლექსები ამოივსონ. ანუ ჩემი აზრით ეს კომპლექსები უქმნით მათ სიცარიელეს. აი, მარი კარდონას რა კომპლექსია, მაგალითად? კომპლექსი რა აქვს, არ ვიცი ესე, მაგრამ ანუ ამოვსების მექანიზმი მარისი მგონია, რომ არის მერსო. და იმ მაგალითად მეზობლების ამოვსების, ერთი მეზობლის ამოვსების მექანიზმი ძაღლი, იმიტომ რომ პირდაპირ ამობს ჩემი ცოლი რომ მოკლა მე სიცარიელეში ვარ, იმის მერე სიცარიელეში ვარ და სიცარიელეში ვარ. და რაღაცა რეიმონის ამბავი მან მგონია რომ ქალებისთან ურთიერთობა რომ ქალებს ფულს სწავლობს. ეს არის მათი ამოვსების მექანიზმი სიცარიელის რა. გინდა სიცარიელი დაარქვი, გინდა კომპლექსები დაარქვი, შეიძლება უკეთეს შესაძლოა მოვიქცეთ, მაგრამ მე კომპლექსებს ვუძახებ. აი ცოტა ბუნდოვანია აკადემიურ სფეროში რაღაცა ფილოსოფიის დოქტორები რომ შეკრებილი იყვნენ, მაგას დაარქმევდნენ ეგზისტენციალურ სიცარიელს. ხო, აი ეგრე დაარქმევდნენ. მე ვეძახი კომპლექსებს. შენ კომპლექსებს დაარქვი, რაც უფრო მარტივია. იმიტომ რომ მე თან მგონია რომ კამიუ იმაზე დიდი და კარგი იდეა დამასრულებო მიგვეს, მაგრამ კამიუ იმაზე დიდი მწერალია და გაცდებოდა ამ ეგზისტენციალურ სიცარიელეს როგორმე ერთ პერსონაჟს აკმარებდა. მე მგონია რომ ეგზისტენციალური სიცარიელის გამოხატულება მერსოა და კომპლექსების გამოხატულება საზოგადოებაა. იმიტომ რომ მერსოს არ აწუხებს ეს სიცარიელე. მას როა კი ან თეორიულად აწუხებს მესმის ანუ გრძნობს ამ სიცარიელეს. მაგრამ არ ცდილობს რომ ამოავსოს. და სხვა ყველა ცდილობს რომ ამოავსოს და აანალიზებს სიცარიელე აქვს? კი, თვითონაც ამბობს, რომ რაღაცა ვერც კი გამიგია, რას განვიცდი. ანუ ეგ არის მიჯნა შენთვის, თუ აანალიზებ ამ ეგზისტენციალურ სიცარიელეს და ცდილობ რომ ღმერთით შეავსო ეგ იდეა, შენი აზრით აქ არის რომ ძალით აკვეხებ მაგას იმისათვის რომ დაფარო შენი სიმცირე როგორც არსების. მაგრამ რადგანაც მერსო მაგას აანალიზებს და არ ცდილობს, ანუ შენი აზრით უფრო მაღალ საფეხურზე დგას ამ გაგებით. ხო, მაღალი ცხოვრებისეული გაგებით. სოციალურ იერარქიაში უფრო მაღალ საფეხურზე. სოციალურს არ გეკითხები, უფრო ადამიანურს, აი მორალურ პერსპექტივიდან. კი, მანდაც უფრო მაღალ. შენთვის მერსო უფრო მაღალ. კი, მერსო უფრო მაღალ. ზოგადად არა ამ იდეიდან გამომდინარე. კი, ამ იდეიდან გამომდინარე, მერსო უფრო მაღალ დონეზე მიდია. მაგის მესამე საფეხური მგონია ის, რომ უკვე არახელოვნური, არამედ შენი ბუნებრივი მიდრეკილებიდან რაღაც ელემენტი აიღო და იმითი შეავსო ეს სიცარიელე რა. მესამე საფეხური უკვე ეგონია. უბრალოდ აი აქ დასაწყისში რა ვთქვი, რომ ჩემთვის აბსურდიზმი არის ის, რომ სამყარო შენ წინააღმდეგაა მომართული. აი მე მგონია რომ კამიუ მაგას იმიტომ არ აკეთებინებს მერსოს, რომ მაგას გამოხატავს ამითი, რომ მერსომ რამდენადაც არ უნდა სცადოს და არც კი ცდილობს იმას, რომ რაღაცით ამოავსოს, იმიტომ რომ სამყარო მის საწინააღმდეგოდაა მიმართული. და მეორე ამბავი მგონია რომ მან კიდე ის, რომ შეიძლება მერსო იმ სამყაროთი ცდილობს ამ სიცარიელის ამოვსებას, რომელშიც არის. იმიტომ რომ ანუ ამ სამყაროში მოქმედებს მაინც. ცუდად ვამბობ ხო? ეგ ბოლო ნაწილი ვერ გავიგე. ნახე მერსო რომ მართლა ისეთი უგრძნობელი იყოს როგორც დააბრალეს რომ ხარო. ის სოციუმ საერთოდ არ გაიკარებოდა. იოზეფ იქნებოდა მოკლედ რა. ჩამოეხსნებოდა ყველაფერს. მაგრამ ჩამოხსნილი არ არის. რაღაცა მიმართებები მაინც აქვს დარჩენილი ადამიანებთან. აი თუნდაც იმისა guilt ქართულად დედაჯანი. დანაშაულის განცდა მაინც აქვს. მაგათ აი რაღაც დასყიში დედამის რო კრძალავენ იმას უფროს რო ეუბნება რომ ბოდიში უნდა წავიდე. ჩემბრალი არ იყო. მარი კარდონაზეც იყო, როგორ ამეხსნა ჩემბრალი იყო, მაგრამ დავიკიდე აღარ უხსნა. ხო რა. ხო. ანუ ხო და ეგ აია. მე მგონია რომ ეგ
კამიუს აძლევს საშუალებას, რომ შექმნას ისეთი პერსონაჟი, რომელიც სამყაროთიც ცდილობს, რომ შეავსოს საკუთარი თავი. თითოეული წევრით შეავსოს საკუთარი თავი. მაგრამ იმიტომ, რომ სამყარო მის წინააღმდეგა მიმართული, ვერ ახერხებს ამ შევსებას და ეს სამყარო პირიქით წირავს მას. და ვერც ერთი ელემენტი, რომლითაც შევსებას ცდილობდა და ეს ელემენტები არის მარი, ეს ელემენტი არის ორივე მეზობელი, ეს ელემენტი არის ის რესტორის მფლობელი, რომლითაც უნდა შეევსოს საკუთარი თავი. ისინი ვერ ახერხებენ რომ გადაარჩინოს სიკვდილის მიჯნაზე, სიკვდილის რა გასამართლების მიზეზი. ანუ შენთვის მერსო არის იმ სამყაროს ლოგიკიდან ამოვარდნილი პერსონაჟი, რა ლოგიკაც არსებობს ამ წიგნში. ხო. და მაგიტო ასამართლებენ, რომ ის ლოგიკა დააბრუნოს, ხო? ანუ შენთვის აბსურდს უპირისპირდება? აბსურდი არის თუ არა, ანუ იმთავითვე მოცემულობა? კი. და აბსურდს უპირისპირდება მერსო? კი, ოღონდ ცუდი ადამიანი არის კამიუ და ამარცხებს. მერსოს. მარცხდება მერსო. მერსო მარცხდება. არა, ხო, მაგრამ დაპირისპირების მომენტს როგორ უპირისპირდება აბსურდს მერსო? ნახე, ჩემი აზრით მაგას ცდილობს, რომ საკუთარი თავი შეავსოს სამყაროთი, ანუ წეღარას ვამბობდი. მაგით უპირისპირდება, რომ როცა თითოეული ერთეული ან თითოეული ადამიანი რაღაცა პატარა დეტალით ცდილობს საკუთარი თავის ამოვსებას, სიცარიელს ამოვსებას, წეღარას ხო, გავი. ხო, ის დაღლითის რაღაცა ქალებზე ფულის გამო რაღაცა. მერსო ამის იმიტომ რომ ეს ყველაფერი ყალბია. როგორც თქვი, ყალბია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მომენტალურია. ანუ ადგილობრივია, იქიდან რაღაც გამომდინარეა. და მერსოს არ უნდა რომ რაღაციდან გამომდინარეობს, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია მერსოსთვის რამე ამომსები მექანიზმი რაღაციდან გამომდინარეობდეს. ეს უნდა იყოს აბსოლუტური, სრული უნდა იყოს. თავისი ფორმით და იდეით. არ უნდა იყოს მოცემულობითი, უნდა იყოს იდეალური. და ეს იდეალური ფორმა უნდა მიიღოს ყველა სხვადასხვა პატარა ფორმის ამოწოვით. ანუ შენში რაღაც, იმაში და ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს მასში იმისთვის, რომ იდეალური მდგომარეობა დაუდგეს. და ამით ცდილობს, რომ ჩემი აზრით ამით ცდილობს, რომ დაამარცხოს აბსურდი, რომ იპოვოს ის ლოდი, რომელსაც წაათრევს რა. იმიტომ რომ რაღაცა იქ ხო სიზიფე ხო იმარჯვებს აბსურდზე, ეგრე ხო ამბობს, როგორც აღმოჩნდა, სიზიფე იმარჯვებს აბსურდზე, იმიტომ რომ ბედნიერ ადამიანად უნდა წარმოვიდგინოთ. და თუ გვინდა რომ მერსო ბედნიერ ადამიანად წარმოვიდგინოთ, უნდა თქვათ, რომ ის გაბრძოლება აქ ამას აქ. ხო. მე რაღაცა. ოკეი. გამიკვირდა რომ ესე კარგად ლაპარაკობ მერსოზე, მაგრამ გადაგივდია. გახსოვს კაფკაზე რაც მჭირდა. ხო. სხვადასხვა კაფკაზე ანუ დანაშაულის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იოზეფ კუთუ მთლიანად ეგ არის დანაშაულის ხორცშესხმა, ეს არის რომ საერთოდ არ აქვს დანაშაული, ვერ ხდება რა დააშავა, იობია რა, ანუ ვერ ხდება რა დავაშავი, ვერ გავიგე. მე უბრალოდ რაც ვარ იმას ვამბობ, ხო? და ამისთვის რატომ ვჯით? თან რა ვინ გეკითხება ხა შენ დედა ჩემთან მე რა დამოკიდებულება მქონდა რა მეწყინა არ მეწყინა შენ ვინ გეკითხება ამას ვერ ხვდება იმიტომ რომ მართლა რა დანაშაული არის მაგას ვერ ხვდება და მკითხველის პერსპექტივაც ეგ არის რომ გაარკვიოს მართლა დამნაშავე არის თუ არა და ეგ გამოიწვევს მე მისი ეგ დაგაყენებს შენ როგორც მკითხველს იმ მიმართულებით თუ როგორ უყურებ ამ რომანს მან პოდკასტში მოვისმინე ძალიან კარგი რაღაც რომ კამიუს შეახერხებს ტექსტის დაწერას რომზე გამოყავს მკვლელი და არა მერსო. ეს სათაურში უნდა გამოვიტანოთ ჩემი აზრით. გადავიდეთ ბოლო ეტაპზე და ვთქვათ ჩვენ როგორ უყურებთ ამ რომანს და ჩვენი ინტერპრეტაციები. დაიწყებ მე, მოკლედ. მისმენთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პოზიტივისტურად დიახ შევხედე მე ამ რომანს და მე მგონია რომ ეს არის აპოკალიფსის გადათამაშება. და მაგიტომ მგონია რომ ის კაცი, ანუ მერსოვი შეიძლება იყოსო. მაგიტომ მგონია რომ ის კაცი არის მერსოს ძველი სახე და ეხლა მერსოს გადმობარდება ეს აპოკალიფსის ხალხი. დედამისის მეგობარი, კოჭლი. გასაგები. კოჭლია. კოჭლია? ხო, კოჭლია. კოჭლია. ეხლა ნახდად გახსოვს? ნახდად მახსოვს რომ კოჭლია. კიდე მან მნიშვნელოვანი არის ის რომ 4 კაცს მიაქვს დედამისის კუბო. იდე მნიშვნელოვანია ის რომ საშინელი სიცხეებია და უი მაგით ხან დაგვავიწყდა. ნუ მე რაც გავიგე, რაც მოვისმინე ალჟირში ეგეთ სიცხეები არის ის თურმე. და ზუსტად არ გადამიმოწმებია დეტალი, მაგრამ ხო. მე მგონია რომ იცის, მაგრამ მგონიაზე არ არის. ხო მგონია, მე არ გადამიმოწმებია, არ მენდოთ სიტყვაზე, მაგრამ გადავამოწმეთ, ჩვენს გადავამოწმეთ, არ გადავამოწმეთ. არა, მაგით მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ტექსტი ძალიან სჭირდება ეგ მზე. ხო, კიდე მგონია რომ შეიძლება აი ის მისი მეზობელი ძაღლი თურთ შეიძლება ცერბერის
სცენა იყოს და ანუ პოზიტივისტურად რო შეხედო, ეგეთი ამბავი გამოდის, რომ ეს არის გაბრძოლება იმ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელიც რაღაცა კონკრეტული მიზეზშედეგობრივობით არის შედგენილი და ამ მიზეზშედეგობრიობაში ინდივიდუალიზმის ელემენტს კლავს. შესაბამისად, მერსო ცდილობს, რომ უნებლი აქტორი გამოდის, როდესაც ცდილობს, რომ ჩამოანგრიოს ის მიმართებები, რომელიც ადამიანებს ბუნებრივი გქონიათ, მაგრამ რეალურად ბუნებრივი კი არა, რაღაცა გამომდინარე ისინი მიმართებებია რა. და ამ გაბრძოლებაში მერსო მარცხდება და მე მგონია რომ ბოლოში კვდება. ეს არის ჩემი მარტივი. პოზიტივისტური რა არის მაგაში? იმიტომ რომ სოციუმის წინააღმდეგ გაბრძოლება. ანუ შენთვის როგორც პოდკასტის დასაწყისში ვთქვით, გაბრძოლება იმთავითვე მაგარია. არა, მაგარი როა კი, მაგრამ გამარჯვებასთან გამარჯვება არის თუ არა გაბრძოლება. ტოლობის ნიშანს სვამ თუ არა? ეხავე უნდა მოიფიქრო. სვავ? სვამ? სვავ, ოღონდ იმიტომ კი არ სვავ, რომ გაბრძოლება გამარჯვებას მოიტანს. იმიტომ სვავ ამას, რომ გაბრძოლება თავის თავში მოიაზრებს რაღაცა კონკრეტული მდგომარეობის, საპირისპირო მდგომარეობის არსებობას, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ის ახლა არსებული მდგომარეობა. ხო, შენ გინდა რომ შეცვალო ეს. მაგიტო გაიბრძოლა. კი, მაგიტო გაიბრძოლა და ეგ უკვე გამარჯვება მგონი, ანუ რაღაცა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სწორი არ იყოს ან კარგი არ იყოს, იმის საპირისპირო მდგომარეობა თუ არსებობს, ეგ უკვე კარგია. მაგიტო გაბრძოლება ამ შემთხვევაში პოზიტივისტური მგონია მერსოს, იმიტომ რომ იბადება საპირისპირო მდგომარეობა რა. მე შენგან განსხვავებით შენ გიყვარს ეგზისტენციალური ლიტერატურის პოზიტივისტურად წაკითხვა, რაც მედინად არ მომწონს და მე შემოგთავაზებ ახლა ჩემ იმას ხედვას. საჭიროა რომ ავხსნათ, რატომ მგონია რომ მერსოს მეორე სახე არის არაბი და ამისთვის მაქვს ამოწერილი მიზეზები. პირველი მიზეზი, აი 5 მიზეზი მაქვს ამოწერილი. პირველი არის რომ მერსო, როდესაც სანაპიროზეა და გამოდის აი მეგობრის სახლიდან, ამბობს ესეთ ფრაზას: მზისგან მებერებოდა საფეთქლები. ის მიდის იმისათვის, რომ დაისვენოს. ის არაბის მოსაკლავად არ მიდის, ამას თვითონვე აღნიშნავს და ეგ ეგრეა. როგორ არის არაბი, როდესაც ის დაინახავს? თავი აქვს ჩრდილში, ტანი აქვს მზეში. ანუ ზუსტად იმ ადგილს ასვენებს, ესე ვთქვათ, ჩრდილში აქვს ტანის ის ნაწილი, რაც სტკივა მერსოს. აი ესე ბანალურად რო ვთქვათ. საფეთქლები აწუხებს, არაბს საფეთქლები აქვს ჩრდილში. მეორე, ლურჯი ფერის ტანსაცმელი აცვია, ხო? ცისფერი. ხო. რა დატვირთვა აქვს ახლა ამას? მე მგონია რომ აქ უნდა გამოვყოთ ორი ბუნება, მზე და ზღვა. მზეზე როლან ბარტი ამბობს, რომ ეს არის ბედისწერა, მე მგონია რომ ეს არის უფრო ადამიანური ხორციელი ბუნების გამოვლინება, რომელიც არის ჩაკეტილი საკუთარ თავში და წინააღმდეგობას ვერ უწევს საკუთარ ხორცს, რომ დაძრას და შედგეს ადამიანად. ანუ ის არის დაბეჭავებული და ამას გამოხატავს მზის იდეა, რომ როდესაც მერსო ოფლიანდება, როდესაც მზე ძალიან აწუხებს, იგი ვერ უწევს წინააღმდეგობას მზეს. ანუ საკუთარ ხორციელ ბუნებას, რომელიც ესე ეკაჩება ქვემოთ. და ეს ბუნება ჩემს აზრით ყველა ადამიანში არის. ქრისტიანული იდეა ეს მე არაფერ შუაში არ ვარ. და მე ვეთანხმები. მეორე ბუნება არის ზღვის ბუნება, ზღვა როგორც გაშლილი სივრცე, შესაძლებლობა განღმრთობისკენ, სადაც ადამიანს აქვს ამ უსასრულო სივრცეში შეცურვის შესაძლებლობა და ამას ის საფუძვლად ის უდევს, რომ მერსო მხოლოდ ზღვაში გრძნობს თავს კარგად, თავისუფლად, თავისუფლების სიმბოლოა ზღვა. ის მერსო არა ნაპირზეც კი არ გრძნობს კარგად თავს, იმიტომ რომ აქ ერთი ეპიზოდი არის, როცა მას ეძინება ნაპირზე და მარი გამოაღვიძებს, ცუდად გრძნობს თავს. მხოლოდ ზღვაში გრძნობს თავს. ეხლა რა შუაში ეს ორი დაყოფა. ამას რომ ლურჯი აცვია არაბს, ეგ ჩემი აზრით არის მერსოს ადამიანის აი ამ თავისუფალი და განღმრთობის შესაძლებლობის ბუნება და ამას რომ მზე აწუხებს და საფეთქლები რო ებერება, ეგ არის რომ მერსოში არის განსხეულებული მზის იდეა. ანუ კამიუ ყოფს, როცა ვთქვით რომ საკუთარ თავს უნდა შეხვდეს ეგზისტენციალისტურ ლიტერატურაში პერსონაჟი, აქ ხდება საკუთარ თავს. ოღონდ საკუთარ თავს როგორც ზღვის იდეის, ზღვის ცნების მატარებელს, ზღვის ბუნების და თვითონ არის მზის ბუნების მატარებელი. იმიტომ რომ აქ ამბობს რომ მზე ნახე, როცა დედაჩემს ვასაფლავებდი, მაშინაც ასეთი მზე იყო. ეს არის იგივე მომენტი, ანუ დასაფლავების მომენტია, საკუთარ თავს ასაფლავებს, ოღონდ სხვა ბუნების მატარებელს. მესამე, ესე ვთქვათ, მსგავსება არაბს და მერსოს შორის, ეს არის რომ არაბი იქაა და ისე, როგორადაც და სადაც უნდა რომ მერსოს იყოს, ამისთვის გადის სახლიდან. ნაკადულთან არის წამოწოლილი და მარტო არის, მაგისთვის მიდის, არაბის მოსაკლავად არ მიდის. მეოთხე,
სახელი არ აქვს არაბს. არც ერთ არაბს არ აქვს სახელი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ გვარიც არ აქვს, მერსოს გვარი მაინც აქვს, სახელიც არ აქვს. სახელი არც ამას არ აქვს, არც არაბს არ აქვს. და მეხუთე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. არაბი ისვენებს იქ ნაკადულთან, სადაც 2 საათის წინ შეიძლება რომ მოეკლათ. ანუ იარაღს უმიზნებდნენ 2 საათის წინ ამ ადგილას და ტიპი მოდის 2 საათის მერე და ისვენებს. ანუ რომელი ადამიანი, რომელი ჯანსაღი ადამიანი წავა იქ დასასვენებლად, წამოსაწოლად, ხართეზოზე წამოსაწოლად, სადაც 2 საათის წინ კლავდნენ. ანუ შესულელია მე არ მწამს რომ ის არაბი აქ მობრუნდა, მე მგონია რომ მერსო არის აქ მარტო და თავისი ორი ბუნების შეხვედრა გამოისახება. კიდევ ზღვაზე და იმაზე მზეზე მინდა ვთქვა რომ სხვა, ანუ რეალურად ეს რომანი ორიგინალში უცხო შეიძლება გადმოეთარგმნოთ როგორც უცხოელი, იმიტომ რომ ეს l'étranger ნიშნავს უცხოელს. ანუ ჩვენ რო საფრანგეთში ჩავალთ, ჩვენ იმათვის ვართ l'étrangerები, ანუ უცხოელები რა. ხო, კარგად გამოვიდა ბიჭო. ხო, უცხოელები, ანუ ეს მერსო არის ზღვიდან მოსული ტიპი, ესე ვთქვათ, ამ საზოგადოებისთვის უცნობი და შენთან მაგიდიას ვიზიარებ, რომ ამოვარდნილია კონტექსტიდან ამ საზოგადოების ლოგიკაში. არ ზის სხვა სამყაროდან მოვიდა, უცხოელია, უცხომიწიდან მოვიდა, ზღვიდან მოვიდა, მაგრამ აქ მზე მაჯობა. მზემ დათრგუნა, იგი დამარცხდა. და ჩვენ ვიცით, რომ მე-20 საუკუნეში და ეს გავიარეთ ჩვენ ლიტერატურის და ხელოვნების ისტორიაში, რომ მე-20 საუკუნეში არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, რომ მე-19 ბოლოს ჩნდება დოსტოევსკისთან, ჰამსუნთან, კაფკასთან. ეს არის უძლური ქრისტეს იდეა, ხო? და თეიმურას ხევისთავიც, ხო? უძლური ქრისტე. ანუ ეს არის ქრისტე, რომელიც ცოტა ხანი ჩემი ინტერპრეტაციიდან თუ გადავუღებთ და უძლურ ქრისტეს შემოვიყვანთ, ეს არის ქრისტე, რომელიც ვერ იმარჯვებს მას, იგი ვერ აღდგება, ესე ვთქვათ რა, აღდგომა არ არსებობს აქ. და ის არის ხორციელი ქრისტე და აი ეს ზღვის ქრისტე, ღვთაებრივი ბუნება სრულიად იკარგება და დედამიწაზე მოვლენისას საზოგადოება მას ძლევს. ეს არის ქრისტე, რომელიც მარცხდება ამ შემთხვევაში. კიდე ბოლოს მინდა ვთქვა, რომ მოკლედ მე რაც წავიკითხე, ყველგან კამიუს მკვლევრები ესე ვერ ამბობენ თუ როდის დაიწერა მეორე ნაწილი. ანუ ამას ხო თვითონ მერსო წერს. პირველ ნაწილზე ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ აი ეს მაშინ დაიწერა, ეს მაშინ დაწერა, ეს მაშინ დაწერა, იქ რომ მივიდა დაჯდა დაწერა. ამას ამბობენ ენიდან გამომდინარე. მაგრამ აი მაგალითად დედის დაკრძალვა ბევრი უმრავლესი მკვლევრის აზრით არის მაშინ დაწერილი, როცა მივიდა იმ გასვენების საღამოს და სანამ დაიძინებდა დაწერა. აი ესე ვარაუდებით პირველ თავს ასრულებენ, ესე ვთქვათ, მაგრამ მეორე თავზე ყველა განზე დგება და ვერ ამბობენ როდის დაიწერა. ეს გვიჩენს ერთ ძალიან საფუძვლიან ეჭვს, რომ რა ვიცით, რომ მერსოს სიკვდილით დასაჯეს, იმიტომ რომ ტექსტში ეგ არ ჩანს. ამ ლოგიკით და უძლურ ქრისტეს თუ გავყვებით და იმ ჩემ ინტერპრეტაციასაც შემოვიყვან აქ, რომ მერსო არ კვდება. ეს არის ამბავი მოხუცი მერსოს მიერ, ანუ მოხუცი ქრისტე, რომელიც მოხუცდა ჯვარს არაცვეს და მოგვიყვა თავისი ამბავი დამარცხების შესახებ. აი გზაში გეუნემოდი გიორგი კეკელიძეს, ბარემ აქაც მოვყვევი, გიორგი კეკელიძეს აქვს ეგეთი გამოსვლა, სიტყვით გამოსვლა, სადაც ამბობს გზის ფენომენზე, სადაც საუბრობს გზის ფენომენზე ლიტერატურაში. და ის ყოფს სამად. პირველი არის წასვლა და დაბრუნება, ოდისევსი, მეორე არის წასვლა და არასოდეს დაბრუნება, წასვლა, ჰეკლბერი ფინი და მესამე ეს არის სუგზაში ყოფნა. კორტასარის სამხრეთის გზატკეცილი, ხო? არც დავიწყეთ, არც დავასვათ, სუგზაში ვართ. კეკელიძე ამბობს, რომ ეს მეორე გზა წასვლის და არ დაბრუნების სისულელეა, არ არსებობს და რეალურად ეს პერსონაჟები ბრუნდებოდნენ, უბრალოდ ბრუნდებოდნენ იმდენად სახეცვლილი, რომ მას ვერავინ ვერ ცნობდა. შეგვიძლია ავიღოთ ეს იდეა და გადმოვიტანოთ უცხოზე. უცხო თუ მოხუცდა, მერსო თუ მოხუცდა და იგი სიკვდილით ვერ დასაჯეს, რეალურად იგი კი არ ქრება. იგი იმდენად სახეს იცვლის, რომ აი ეს მზის ბუნება იმდენად ცვლის მას და ეს ზღვის დაკარგვა იმდენად გარდაქმნის, აი მეტამორფოზი, ხო, ისევ კაფკადან წამოვიდეთ. იმდენად ცვლის მას, რომ საზოგადოება ვეღარ ცნობს და ზოგ შეიძლება ეგონოც კიდეს, რომ ის გაქრა საერთოდ. ან უკან დაბრუნდა, ან სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ მე მგონია, რომ აქ ცოტა ძალიან ზღაპრებში შეიძლება გადის ინტერპრეტაცია, მაგრამ წავს მაგის, რომ მერსო სიკვდილით არ დაისაჯა, უბრალოდ იგი დამარცხდა
საზოგადოებასთან და ის გვიყვება ამბავს საკუთარი დამარცხების შესახებ. და ამით კამიუ ჩვენ იმას გვეუბნება, რომ აი სამყარო ესეთია, მე არ მომწონს ძალიან აბსურდული სამყარო, მე მაგას არ ვეთანხმები. უბრალოდ გზა, რომელიც მერსომ გაიარა და ეხლა დაფიქრდით თქვენი ცხოვრების გზაზე და როგორია თქვენი ცხოვრების გზა, იმიტომ რომ სამყარო ესეთია, აბსურდულია. კიდევ ერთხელ მე არ მომწონს, ეგიდია მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერობაში ძალიან გატაცებული ვიყავი კამიუთი და ცოტა ამბოხი დავიწყე ამ ბოლო დროს ქრისტიანობიდან გამომდინარე კამიუზე. ხო, აი ეგრე. მოკლედ ეხლა ძალიან ჩავხლართე, მაგრამ ეგ არის კარგი იყო, ძალიან მე რასაც მე ინტერპრეტაცია უფრო მომეწონა ვიდრე სიმართლე რო ვთქვა, შენი ინტერპრეტაცია უფრო მომეწონა ვიდრე აპოკალიფსი. ჩემი ნიჰილისტურია. ხო, შენ უბრალოდ ნიჰილისტურია, კი. მაგრამ რაღაც შვებას მაინც ხედავ მანდ მე მეტნაკლებად. მე უბრალოდ მგონია, რომ დიდი ლიტერატურა დამარცხებულ პერსონაჟებს გვიყვება რა. და მნიშვნელოვანი დეტალია. ბოლო რამდენიმე საუკუნის და არა ეხლა მის რო რაღაცა. მე ცხადია დონ კიხოტი მაგაზე რო ვერ უნდა იყოს ახლა. ეგ გასაგებია. უდიშე მაგაზე რო არ იქნება ანხო. ხო, გავიგეთ. მე ინტერპრეტაცია და ძალიან კაია. შეიძლება გილგამეში იყოს ეგრე წინაზე რო ვილაპარაკეთ. ო, კი. თავთან დამარცხების ამბავი. შეიძლება. იმიტომ რომ პირველია. პირველი. და მაგის მერე ყველა მისწავლა როგორ არ დამარცხდეს და მე ვერ ისწავლეს, იმიტომ რომ ის წინარე გამოსწავლა. ეგ დაგვავიწყე. ეგ დაგვავიწყე და ეხლა ღმერთი გაქრა რა. იმიტომ რომ ღმერთი გაქრა. ხო, კაი მიგნება ეგ მომეწონს. ხო. მე მგონი აჯობებს ამ ნოტაზე. დავამთავროთ, ხო? დავიმშვიდობოთ ჩვენს მოგებებს. გავხდეთ. ძალიან იგივე გამოვიდა ხა როგორც წინა დავამთავრეთ. ხალხო, მადლობა ვინც აქამდე გვიყურეთ. ისევ გეტყვით რომ აღწერაში არის ლინკი, სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ ნებისმიერი რაოდენობის თანხა ჩაგვირიცხოთ, დაგვიდონატოთ. მაგას მოაყოლოთ კითხვა დღევანდელ ეპიზოდზე და შემდეგ ეპიზოდზე თუ იქნება კითხვა უპასუხებთ. ამ თანხას ჩვენ გამოვიყენებთ ტექნიკის შესასყიდად. მადლობა და კარგად გვეყურებთ. ნახვამდის. Foster my horse, river is close behind me. Foster my horse, high on the coast, Caucasian mountains surround me.